გახსნა მოლაპარაკებები და მზად ვართ დღესვე მოვაწეროთ ხელი. სიტყვისა და დაპირებების ერთგულებით სახელგანთქმული ივანიშვილი ქართულ ხალხს კვლავ პირდება, რომ 2030 წელს ქვეყანა მისი პირობებით ევროკავშირის წევრი გახდება. Ისთვისაც ძალისხმევას არ დავიშორებთ. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პრემიერმა 22 ნოემბერს თავად მოხსნა დღის წესრიგიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი, რეჟიმი აცნობიერებს, რომ პროდასაური განწყობის მოქალაქეების გარეშე ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს და ცდილობს დაარწმუნოს ისინი, რომ დასავლეთთან ღია კონფლიქტი მასთან დაახლოების ერთგვარი ფორმაა, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირის წევრობით დაგვირგვინდება. ჩვენ განვაგრძობთ ცვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ საშუალებას დაგდოვონ მუდმივი შანტაჟისა და манипуляციის რეჟიმში. საქართველოს მხოლოდ შვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. პროპაგანდის ამ მიმართულებას ივანიშვილის ლეგიტიმაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ამას აცნობიერებს. დასავლეთის მიმართ ღიად მტრული რიტორიკის მიუხედავად, მისი მარიონეტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეებს თავისუფალ სამყაროსთან დაახლოების ილუზია შეუქმნან. თუმცა მიტაცებული სახელმწიფოსა და გაუქმებული დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში ეს ამოცანა მარტივი მისაღწევი არ არის. სინამდვილეში მის მთავრობას ევროინტეგრაციის რაიმე შანსი მაინც რომ ჰქონდეს, ან ევროკავშირმა უნდა მოხსნას მოთხოვნებიდან სამართლიანი სასამართლო, სამოქალაქო უფლებები, ხელისუფლების დანაწილება და საღი აზრი, ან ივანიშვილმა უნდა შეიძინოს ისინი. თუმცა რეჟიმმა სამართლიანი სასამართლო და დემოკრატიული ინსტიტუტები რომ შეიძინოს, ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს და ის ამას აცნობიერებს. მესამე გზა მოქალაქეების პროპაგანდით გაყრუებაა, სანამ ანტიდასავლური რიტორიკით საკმარისად ბევრი ყური არ გაიხედნება და ძალაუფლების შენარჩუნებას პროდასავლურობის ილუზიაც აღარ დასჭირდება. ივანიშვილი სწორედ ამ გზას ადგას. მანამდე კი მისი მარიონეტები ზიანის გადავადებით арიან დაკავებული და მოქალაქეების გაბრიყვებას ცდილობენ ზუსტად ისე, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს. Альтернативы европейской интеграции не існує. იანუკოვიჩის მსგავსად ივანიშვილის მთავრობა ჯერ 2020 წელს პირდებოდა ხალხს, რომ 4 წლის თავზე საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანდა განაცხადს. 24-ში ჩვენ განაცხადი შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. 4 წლის თავზე კი ამ თარიღმა კიდევ 4 წლით გადაიწია. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. თუ ვინმე ახლა გაიფიქრა, რომ რეჟიმი 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინს რაიმე ხელშესახებ სამოქმედო გეგმაზე ამყარებს, შეცდა. ხელისუფლების რიტორიკით თუ იმსჯელებ, წევრობის გეგმა ეფუძნება მოლოდინს, რომ ევროკავშირი თავად დაგვიწყებს გაწევრიანებისთვის ხვეწნას. აქავართ. რა პრობლემაა? გახსნან მოლაპარაკებები. თუ დღეს უნდათ, ხო? საქართველოს ხელისუფლება უარსამბობს ამაზე, რომ დღეს გაიცნოს მოლაპარაკებები. ერთი ლინეპონ გახსნან, მზად ვარ. კომიკურ განცხადებებსა და ტერმინებით ჯონგლიორობებს შორის კი საქართველოს უფრო და უფრო შორდება დასავლეთს. და ასე აღმოჩნდით 26 წლის შემდეგ ამ ისტორიული სიტყვებიდან მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. აქ ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. თითქმის ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის ხდომაზეც თავის დროზე ზურაბჟვანიამ ცნობილი სიტყვები წარმოთქვა, ქართულ ოცნებას დელეგაციის დამტკიცების პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები ჩაუწერა. საქმე იმაში არ გახლავთ, რომ წულუკიანის დელეგაციამ ყველაფერი არ იღონა ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და პროპაგანდისტვის წონადი არგუმენტით შინდა საბრუნებლად. უბრალოდ დასავლეთი არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანების ცემასა და წამებას, პოლიტიკურ დევნას, სამოქალაქო თავისუფლებების გაუქმებას და რუსული ავტორიტარიზმის დამყარებას აჯილდოვებენ. სტრასბურგში განცდილი სრული კრახის დასაბალანსებლად იმავე საღამოს ირაკლი კობახიძემ რეჟიმის პროპაგანდის მთავარ ორგანოს ლამის 1 საათიანი ინტერვიუ მისცა, სადაც 59 წუთის განმავლობაში ივანიშვილის პრემიერი საუბრობდა, როგორ გაუმჯობესდება ამერიკასთან ურთიერთობები, როდესაც ტრამპი მითიურ დიპ სტეიტს დაამარცხებს, როგორი ბედნიერებაა, რომ შეერთებული შტატები საგარეო დახმარებებს 3 თვით აჩერებს და როგორ გამდიდრდებით სულ მალე ყველანი გულუხვი არაბული ინვესტიციების წყალობით. ხოლო დარჩენილი 1 წუთი დაეთმო ამას. ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე 10-ჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო, რაიმე არსებითი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ქონდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამას კობახიძე იმავე ევროსაბჭოზე ამბობს, რომელშიც საქართველოს ანბანის რიგითობის მიხედვით თავმჯდომარეობა 6 წლის წინ ქართულმა ოცნებამ თავისუფლების მოედანზე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, სახელწოდებით საქართველოს გზა ევროპისკენ, სადაც რეგიონებიდან იძულებით ჩამოყვანილ ათასობით საჯარო მოხელეს ევროპასთან დაახლოება მსგავსი სენტიმენტებით მიულოცეს. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია ამ ახალგაზრდებთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას. ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას. ეს არის გონიერი თაობა, რომელიც
ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს. ეს ის თაობა, რომელიც არავის აპატიებს ზალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიხალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული. აქედან სულ რაღაც 6 წელი გავიდა. საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გამოაგდეს. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ამ რეჟიმის პირობებში მკვდარია. ქუჩაში ევროპული მომავლის დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს კი რეჟიმის ძალოვნები აწამებენ, ამცირებენ და ციხეში ყრიან. როგორც ბატონმა ბიძინამ იმავე ღონისძიებაზე განაცხადა, კათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა. აგრძალა ქუჩა. გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ეს ტექსტი რეჟიმის ოპონენტებს მიემართებოდა, ამ პერსპექტივიდან ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მსმენელს ეს გამოსვლა ქართული ოცნების პროგრამის პრეზენტაციად მოეჩვენება. რთულია რეჟიმის ამ ტრაექტორიამ არ მოგაგონოს ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის შესახებ ჯორჯ ორველის სატირული ნაშრომი ცხოველების ფერმა, სადაც ძალაუფლებრივი ამბიციების მქონე ღორი ნაპოლეონი ადამიანებისგან გათავისუფლებულ ფერმის ცხოველებს მათი ბატონობის დაბრუნებით ემუქრება და ამ შიშის გამოყენებით თავად ამყარებს დიქტატურას. ნაწარმოების დასასრულს დამორჩილებულ, კონტროლს დაქვემდებარებულ ფერმის ცხოველებს ღორებიდან ადამიანებზე გადააქვთ მზერა და მათ შორის განსხვავებას ვეღარ ხედავენ. ზუსტად ასე ივანიშვილი წლების განმავლობაში ძალაუფლებას მტრის ხატის კულტივირებით ინარჩუნებდა, სანამ მისივე რეჟიმი არ იქცა იმად, რითიც მოქალაქეებს აშინებდა. მისი მარიონეტები ქუჩაში დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების დასაცავად გამოსული მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავენ და ბოლოს მათ დამრიგებლური შეგონებით ისტუმრებენ, რომ დასაცავი სინამდვილეში არც არაფერია. გამოდით სკოლის მომწაფეებო და გადავარჩინოთ ევროპული მომავალი, რასაც არ ჭირდება გადარჩენა. უზრუნველყოფილია. სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმი და ჩვენი დასავლური მისწრაფებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია. სანამ ეს რეჟიმი ინარჩუნებს ხელისუფლებაზე კონტროლს, იქამდე ეს ქვეყანა მხოლოდ დაშორდება თავისუფალ სამყაროს და სრულ იზოლაციაში მოექცევა, რაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის უტყუარი გარანტიაა. რაც შეეხება ქართული ოცნების მედასავლეთ მხარდამჭერებს, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ პროპაგანდა დაუღალავად იმუშავებს, სანამ უმრავლესობიდან უმცირესობაში არ აღმოჩნდებით. მეინსტრიმად კი იქცევა ეს. ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ერთიანი ნეიტრალური საქართველო.